ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიციის ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა. მისი განცხადებით ამ შინაარსის წერილი დღეს 6 აგვისტოს მიიღეს. როგორც კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ლელო ძლიერი საქართველოს ბრძოლას ხელი შეუშალონ. კოალიციის წევრები ამბობენ, რომ ივანიშვილსა და ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილ მის რეჟიმს ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური კონფრონტაციის ეშინია. ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად ჩვენ უკვე თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ჩვენ თავს გვესხმის აღსრულების ეროვნული ბიურო, ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცეთ ივანიშვილის ძალადობრივ რუსულ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, დააყადაღებენ თუ არა პარტიის და კოალიციის ანგარიშს. მიუხედავად იმისა, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა ჩვენ კოალიციის ლიდერის მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ ეს სასაცილოდაც არ ყოფნის. ეს არის ბოლშევიკური მენტალობის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ხედავთ ქართული ოცნების მხრიდან წლების განმავლობაში. ეს ამავე დროს აჩვენებს, რომ ლელო ძლიერი საქართველო არის ქართული ოცნების მთავარი სამიზნე, მათ ეშინიათ ჩვენი ბრძოლის, იმიტომ მათ ეშინიათ პოლიტიკური ბრძოლის და სწორედ ამიტომ ჩვენი გზავნილი იყო და არის ის, რომ პოლიტიკურ ბრძოლას განუჩნდათ იმისა, რომელი ფრონტის გამოყენებით იქნება ეს, რა ინსტრუმენტების გამოყენებით იქნება ეს, პოლიტიკურ ბრძოლას არ გააჩნია ალტერნატივა. დღეს დილით ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს ახორციელებენ. ბიუროში ამბობენ, რომ მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. განცხადების მიხედვით განსაკუთრებით საინტერესოა, რა მიზნით არა ისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც ხაზარაძის ოჯახის წევრმა გერმანიის ელჩთან გააფორმა. ბიუროს მიერ მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არა ისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს. ამასთანავე ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულობების კანონიერების შეფასებას. ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულობებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. ანტიკორუფციული ბიუროს განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. ზურაბიშვილის თქმით, რაჟდენ კუპრაშვილის უწყების მიერ დაწყებული მონიტორინგი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსახურება, თუმცა ეს ანგარიშსწორება რეჟიმის ბრძოლას ხაზარაძესთან ან გახარიასთან არ ნიშნავს. ეს დევნა მმართველ პარტიას იმისთვის სჭირდება, რომ დაგვარწმუნოს იმაში, რომ ძალიან აწუხებს და ეშინია რეჟიმს ამ ორი პარტიის კონკურენციის. გაჩაღებული რეპრესიები მათ წინააღმდეგ ლიდერების თვალში მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეს და უჩენს რწმენას, რომ გამარჯვების სხვა გზა არ არსებობს და მათ გარდა გამარჯვებას ვერავინ ვერ მოიპოვებს. ეს რწმენა მყარდება რეჟიმის მიერ მოწყობილი ყოველი მორიგი შემოტევის შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურება რუსეთის პროკურატურის დახმარებით ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე. ვითომც და სხვა ძლიერი ქართველი მეომარი არ ყოფილიყოს უკრაინის ფრონტზე, რომელიც რუსეთის ამგვარ ყურადღებას დაიმსახურებდა. სინამდვილეში ოცნებას ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება. ამით არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მის სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ მას აქვს სერიოზული შანსი მერიის მოგების. ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს. რეალურად რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია. მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია, არ არამე ლეგიტიმაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ შესაძლო მესამე ძალის სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს. რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო ქართული ოცნების მხარდამჭერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი თბილისში ლელო ძლიერის საქართველოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. 2 აგვისტოს მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დამახინჯებულს უწოდებენ მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ელჩს შორის საჯარო ურთიერთობების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავენ, რომ გერმანიის ელჩისთვის იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება.